აშშ-ში ორი შვილის დედამ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას ჭაობებში უზარმაზარი ალიგატორი დაიჭირა. სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები ბრიტანი ლივინგსტონი 3 წლის ვაშს ზრდის და მეორე შვილი სულ რაღაც 5 თვის წინ გააჩინა. თუმცა მან New York Post-ს განუცხადა, რომ ნადირობა არ შეეძლო გამოტოვებულიყო. ის და მისი მეუღლე მეტი 5 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ალიგატორებზე ნადირობის ნებართვის მიღებას, რადგან შტატი ყოველწლიურად მხოლოდ 1400 ასეთ ნებართვას გასცემს ლატარიის მეშვეობით. საბოლოოდ ჭაობებში მრავალი საათის გატარების შემდეგ წყვილმა იპოვა და დაიჭირა დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის და თითქმის 225 კილოგრამი წონის ალიგატორი. ეს ის არ არის, რასაც ადამიანების უმეტესობა დეკრეტულ შვებულებაში აკეთებს, აღიარებს ბრიტანი, რომელიც ადგილობრივი ცნობილი ადამიანი გახდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ უზარმაზარი ცხოველი გასართობად არ მოუკლავთ. მათ ალიგატორის ხორცისგან ძეხვეულის და კონსერვების დამზადება დაიწყეს და მისი ტყავისგან ხალიჩის დამზადებას გეგმავენ.